ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე სასამართლოს ხდომა წუთი-წუთზე უნდა გაიხსნას მოსამართლე, რომელმაც დღეს უნდა იმშელოს წინა სასამართლოს ხდომაზე, ანუ გადაეცემა თუ არა ბურჭულაძის სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა დარჩება თუ არა ძალაში არის ლევან გელოვანი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას, რომ 100,000 ლარიანი გირაოს საფუძველზე შეიცვალოს პატიმრობა, თუმცა ბუნებრივია აპირებს თუ არა ჯუანშერ ბურჭულაძე, რომ დაარღვიოს დუმილი და დღეს განსაჯელის სკამიდან სასამართლოს მიმართოს. ბუნებრივია ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება და კითხვა არის ის, დუმილის დაარღვევის აღიარებითი ჩვენების მიცემის ან ღარიბაშვილზე ხელიზადების სანაცვლოდ გაუღებენ თუ არა ციხისკარს ჯუანშერ ბურჭულაძეს. მის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არის ბიზნესმენ ტუკვაძის ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ჯარის ძარცვაში თანამონაწილეობა, მის აღიარებითი ჩვენება, თუმცა ხელი დაადო როგორც ჯუანშერ ბურჭულაძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს. ჩვენ დღეს ტუკვაძის ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები დავუსვით თავად ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატს, თუმცა მან არის სურვა, რომ აი ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით დამატებით კითხვებზე პასუხი გაეცათ. ასევე ერთი საინტერესო გარემოება, რომელიც საქმის მასალებით დგინდება, ირკვევა, რომ ესპანეთში შესყიდული ბინა, რომელიც არის ასევე სადაო და რომელსაც ედავება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომ მან ფული გაათეთრა აღნიშნული ბინის შეძენით, სახლის შეძენით და ასევე აღნიშნული ფული იყო დაუკანონებელი და დაუსაბუთებელი. ამ საქმთან დაკავშირებით არსებობს მტკიცებულებები და დოკუმენტები, რომ პრორუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის ოჯახისგან გადაუფორმეს ის ჯუანშერ ბურჭულაძეს და ჩვენ დღეს ვიკითხეთ ამ საქმთან დაკავშირებით ნასყიდობა შედგა თუ რა შეთანხმების საფუძველზე მიიღო ხიდაშელის ოჯახისგან აღნიშნული სახლი ესპანეთში ჯუანშერ ბურჭულაძემ. არც ამ კითხვასთან დაკავშირებით ისურვა დღეს ადვოკატმა დამატებითი განმარტებების გაკეთება. დღეს არის წინა სასამართლოს ხდომა, სადაც მხოლოდ პროცედურული საკითხები ირკვევა, არსებითი განხილვა არ არის. მტკიცებულებების გაცვლა, აღკვეთის ღონისძიება, არსებითად გადაცემა, ესეთი პროცესუალური საკითხები მხოლოდ. აპირებს რამის ხმას თუ ნახოთ თვითონ იტყვის. თუ არა რომ ბიზნესმენი ტუკვაძე არის ერთ-ერთი ვისი ჩვენების საფუძველზეც არის ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს დაკავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქმის დეტალებთან დაკავშირებით მე ვერ მოგეხსენებ, ჩვენებების განხილვაში მე ვერ შევალ. ანარჩენს გვაჩვენებს სასამართლო განხილვა. აღნიშნული სახლი ხიდაშელის, ბიზნესმენი ხიდაშელის ოჯახის წევრებისგან არის გადაფორმებული ესპანეთის სახლი. ეს მაინტერესებს, ანუ ნასყიდობა იყო თუ რა გარემოებების საფუძველზე შედგა ეს შეთანხმება პრორუს ბიზნესმენს და ბატონ ჯუანშერს შორის. ვისგან იყიდა ვერ გეტყვით. რა მნიშვნელობა აქვს, ვეც იმას ვერ ხვდები, ვისგან იყიდა. თანხის წარმომავლობას შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მან განცხადებაში თქვა, რომ წინა პერიოდში, ვიდრე ამ ბინის შეძენას მოახდინა, მან მოახდინა საქართველოში უძრავი ქონების რეალიზაცია, რომელიც სავსებით ყოფნიდა ამ ქონების შეძენას. ჯუანშერ ბურჭულაძეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება ორი მუხრით აქვს აყენებული, ეს არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ის დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.